მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან გულმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაემატოთ Facebook გვერდს ფსიქოეზოთერიული ჯგუფი, სადაც იდება ხოლმე პოსტები არა მარტო ეზოთერიული, არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც და ასევე არის TikTok გვერდი, სადაც პატარა ვიდეოები იდება ხოლმე, თითქმის ყოველ დღე არა, მაგრამ მაინც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ იქაც ვიაქტიურო. ასევე შეგახსენებთ, რომ აქცია არის რიტუალთან დაკავშირებით, მეოთხედ ფასად, თქვენი პირადი ურთიერთობების დაალაგება, დამშვიდება, დაწყნარება, ოღონდ ეს აქცია ძალაშია მხოლოდ 3-დან 8 მარტის ჩათვლით, ესე რა ვთქვათ. პირად დიაგნოსტიკებზე მკეიცით უნდა მომართოთ ნომერზე, რომელიც მითითებული არის ვიდეოების ქვემოთ ხოლმე, ასე რომ ინფორმირებული ხართ ყველანაირად. დღეს დღევანდელ გაშლას რაც შეეხება, ძალიან ხშირად ვშლით ესეთ გაშლებს, სადაც პირად ურთიერთობაზეა საუბარი, პარტნიორთან მიმართებაში არის საუბარი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ძალიან ცოტას ვშლით ხოლმე ესეთ გაშლას, როდესაც ესე ვთქვათ, სამყაროსგან რა გველოდება, რა გვინდა და ასე შემდეგ. დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო, გაშლა თქვენ რა გჭირდებათ. ნახეთ, ძალიან გადატვირთულ ცხოვრება გვაქვს ყველას აბსოლუტურად, მით უმეტეს თუ შვილები და ოჯახი იყავს ადამიანს, აქ უკვე თავისთავისთვის აღარცალია, ვეღარ უსმეს თავის სხეულს, ვეღარ უსმეს თავის შინაგან ქვეცნობიერს და შესაბამისად ხდება ხოლმე გადაწვა. აქედან გამომდინარე, ალბათ საინტერესო იქნება სამყაროს თვალით დანახული თქვენთვის საჭიროება. შესაძლებელია ვიღაცებისთვის იყოს ის მომენტი, რომ როდესაც ამას მოისმენს, თავისი ცხოვრების ეტაპი გაახსენდება და მიხვდება, რომ აი თურმე რატომ არის, რომ რაღაცა სიტუაციაში უკვე ვეღარ უძლებს, ხო, აი რატო არის ესეთი გადამწვარი, გამოცარიელებული და ასე შემდეგ. და შესაძლებელია პატარ-პატარა მინიშნებებით მიხვდეს ადამიანი, რომ თავის თავსაც უნდა დაუთმოს რაღაცა გარკვეული დრო. მოდით უბრალოდ ნახოთ ახლა თქვენ როგორ ხედავთ სამყარო, ანუ რა ენერგიებში ხართ, როგორი ადამიანი ხართ, ვისთვის არის რეალურად ეს გაშლა, ვის სჭირდება ეს ინფორმაცია, რომ თავის შინაგან მეს და მოусმინოს, ესე რა ვთქვათ, ხო? ნახოთ, ვინ ხართ თქვენ ამ ეტაპზე, რა პერიოდს გადიხართ, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ? ვინ ხართ თქვენ? ადამიანი მზე, ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგი ენერგია აქვს, რომელიც ყველას აწვდენს თავის თავს, მეგობრებს, პარტნიორს, შვილებს, მშობლებს, რო იტყვიან, ახლა თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადაანაწილოს ყველანაირი რესურსი, ანუ თავის რესურსები ყველაზე და ყველაფერზე, ხო? ანუ აბსოლუტურად ესე ვთქვათ, თქვენთვის ალბათ აღარც იცლით, ხო? იმიტომ რომ აქ ესე ვიტყოდი, რომ თქვენ ყოველთვის ხართ მზად, წახვიდეთ იქ, სადაც ვინმე სჭირდებით. ყოველთვის ხართ მზად, გადადგათ ყველა ეს ნაბიჯი, როცა სხვას დასჭირდებით, ხო? ნახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც კი ბატონო, ძალიან კარგია, როცა ყველას უთმობთ გულს, როდესაც ადამიანებს აძლევთ რესურსს, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ თქვენი თავი გადაწიოთ მეასე ფლანგზე, ხო? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ მდგომარეობაში თავის სიტუაციას ყოველთვის გადაწევს მეორე ფლანგზე და დაეხმარება, დაეხმარება იქ შვილებს, დაეხმარება მეუღლეს, დაეხმარება მეგობრებს და შეიძლება ნახეთ როგორი მომენტი არის. სამყარო ხედავს იმას, რომ თქვენ
მიუხედავად იმისა, თქვათ, არ იცოდეთ სად მიდიხართ იმ მომენტში და რა შედეგს მოიტანს ეს რაღაცა მდგომარეობა თქვენთვის, თქვენ მზად ხართ, რომ მაინც გადადგათ ნაბიჯი, მაინც დაეხმაროთ, ხომ? მაინც გაიქცეთ. თან არის კიდე იცით რა მომენტი შესაძლებელია ითქვას, რომ ეს არ არის მარტო ის მდგომარეობა, რომ ხა კონკრეტულად ისეთ ადამიანებს ეხმარებით, რომელიც თქვენ გიდგათ გოჩი, თქვენ შესაძლებელია ისეთ ადამიანებსაც დაეხმაროთ, რომლებიც ოდესღაც მიგატოვეს, ოდესღაც დაგტოვეს, ოდესღაც როცა თქვენ გჭირდებოდათ ხელი არ გაგიმართეს, ხომ? ამ ეტაპზე აი იცით როგორ არის ნახეთ სამყარო როგორც თქვენ ხედავთ რეალურად ძალიან გამოცდილ ენერგიას ხედავს თქვენში, გამოფიტულ ადამიანს, რომელიც 24/7-ზე მუშაობს, 24/7-ზე რაღაცას აკეთებს. მე არ ვიცი, შეიძლება აქ ადამიანები იყვეთ ისეთები, რომელიც ალბათ ღამის 5 საათზე იძინებთ და დილის 7 საათზე უკვე ფეხზე ხართ და საქმეს აკეთებთ, ხომ? სამყარო ხედავს, რომ თქვენ ხართ ადამიანი მშრომელი, არ ნებდებით არასოდეს რაღაცა პრობლემას, არ ნებდებით არასოდეს რაღაცა ისეთ შეფერხებებს თქვენს ცხოვრებაში, ხო? მიხართ. კი, საკმაოდ მებრძოლი ადამიანი ხართ. ძალიან ესე ვთქვათ მებრძოლი, რომელსაც მოდით მე რატომღაც ესე ვიტყვი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ეძახიან, როცა ომია საჭირო. ესე ვიტყოდი, როგორ ხედავთ სამყარო? სამყარო ხედავთ ისეთ როგორ მომენტს, რომ აი სწორად გამიგეთ, რასაც გეტყვით ახლა. ბევრ შემთხვევაში თქვენი პრობლემები, თქვენი თუნდაც ფინანსური პრობლემა, თუნდაც სულიერი პრობლემა, თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემა, თუ კი რაიმე პრობლემა არის თქვენს გარშემო. ეს არის თქვენს მიერვე შექმნილი პრობლემები. და რატომ თქვენს მიერ? იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც 24/7-ზე მზად არის სხვისთვის იშრომოს, სხვას მისცეს ემოციები, სხვისთვის გადადოს თავისი საქმე. ნახეთ როგორ რაღაც არის, აი უბრალოდ გინდათ სალონში წასვლა, ხო თქვენ? აი პირობითად. და დირექტ მეგობარმა, რომ იცი რა, კი შენ რაღაცა სალონში გინდა წასვლა, მაგრამ მოდი იცი მე დღეს რაღაცა ხასიათზე არ ვარ, ან უბრალოდ განტვისა თავისუფალი დრო გამომიჩნდა და მოდი ყავა დავლიოთ კაფეში. თქვენ მზად და ვისაუბროთ რაღაცა მის პრობლემებზე, ხო? თქვენ მზად ხართ, რომ წახვიდეთ და გააკეთოთ ეს. კი ბატონო, გააკეთებთ ამას. ის ადამიანი თქვენთან დაიცლება, ის ადამიანი თქვენგან შეივსება და ნახეთ, მას თავისუფალი დრო ქონდა და წავა და გააგრძელებს თავის საქმეს მერე და თქვენ ის თქვენი რაღაცა უბრალოდ თუნდაც პატარა ნიუანსით რო გინდა თავი გაგეხალისებინათ და თქვენ წასულიყავთ თქვა სალონში და გქონოდათ რაღაცა ერთი დღე გამოთავისუფლებული დღე სასიამოვნოდ გაგეტარებინათ თქვენთვის, თქვენ ეს სასიამოვნოდ გასატარებელი დრო გადადეთ, მაგრამ საკმარისია თქვენ დაურეკოთ, რომ აი მე მაქვს თავისუფალი დრო, ყველა შემთხვევაში მიიღებთ პასუხს, რომ როცა მოვიცლი მაშინ ვნახავთ, როცა მოვიცლი მაშინ გამოვა. ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავთ სხვებზე, ძალიან ბევრ ენერგიას უნაწილებთ ადამიანებს. ეხლა იმიტომაც ხართ რაღაცა ემოცია გამოცლილი, ენერგია დაცლილი, არანაირი სურვილი არ გაქვთ იმის, რომ თქვათ წინ რაღაცა ახალი ქმედებები გააკეთოთ. როგორ გხედავთ, აი თქვენ ხართ როგორ იცით, აი ელოდებით, რომ გამნახეთ როგორი მომენტია, იცით, აი კი არ ეუბნა, თქვათ არის ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანი ვერ იგებს რა უნდა გააკეთოს, ხო? განსაკუთრებით აი პარტნიორულ ურთიერთობაში არის ხოლმე ესეთი ფაქტორები, რომ
ადამიანს თუ არ ეტყვი, რომ აი თქვათ მე მჭირდება ეხლა დასვენება, ის ვერ ხვდება, რომ თქვენ დასვენება გჭირდებათ, ან მე მჭირდება რაღაცა ჰაერზე გასვლა, ან უბრალოდ მარტო ყოფნა, ხო, ვერ ხვდება. და აი თქვენ სულ ელოდებით იმას, რომ როდის მიხვდებიან სხვები, თუნდაც საკუთარი შვილები, ხო, აი რაღაცა როდის მიხვდებიან საკუთარი შვილები იმას, რომ თქვენს გჭირდება დასვენება და მარტო აი ეს რაღაცა დე მჭირდება, დე სათხარ, დე სადოს, ანუ ეს არ იყოს, ხვდებით? აი რატომღაც გაქვთ ეს მომენტი, რომ სულ ელოდებით, რომ ყველაფერი მოგვარდება თავისით მოგვარდება ეს ყველაფერი. მიხარ თქვენ. ნახეთ, სამყარო გხედავთ სხვათა შორის ძალიან ისეთ ადამიანად, რომელსაც შეუძლია ძალიან კარგად შეგიძლიათ ახალი თვისებების შეძენა, ხო? ანუ ახალი თქვათ რაღაცა სწავლის კუთხით უცებ მარტივად შეგიძლიათ ინფორმაციას ძალიან კარგად ამუშავებთ, ანუ კარგი ინტუიცია გაქვთ, ანალიზის უნარი ძალიან კარგი გაქვთ, ხო? ანუ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიცაც შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში გამოიტანოს დასკვნა და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, ხო? აიღოს რაღაცა სხვა კურსი, იმიტომ რომ თქვენს გარშემო თქვენს ძალიან კარგად ხვდებით, ეხლა მე რაზეც ვსაუბრობ, თქვენს ძალიან კარგად ხვდებით, ისედაც რო არ მოგესმინათ ეს, თქვენს გარშემო რა ხდება და თქვენს მიმართ როგორ არის სიტუაცია, ხო? საკმაოდ ისეთი მხიარული ადამიანი ხართ, ვერ ვიტყვი რომ არ ხართ მხიარული, ვერ ვიტყვი რომ არ გიყვართ საზოგადოებასთან ურთიერთობა, კი, ძალიან გიყვართ საზოგადოებასთან ურთიერთობა, მაგრამ ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა თქვენთვის ამაზიანებელი არ უნდა იყოს. ნახეთ, როცა მათ სჭირდებათ და როცა მათ უნდათ, მხოლოდ მაშინ არ უნდა იყოს. უნდა იყოს მაშინაც, როცა თქვენც გინდათ, ხო? როცა თქვენც გაქვთ რაღაცა მომენტები. სამყარო როგორ გხედავთ? ვიტყოდი ისე, რომ ცოტა არ იყოს და მეოცნები ადამიანიც ხართ, ხო? ადამიანი, რომელსაც ისეთ რა არის, მე ესე ავხსნიდი ამას, რომ რაღაცა ბავშვური მომენტებიც გაქვთ. ადამიანი, რომელიც ოცნებობს, ოღონდ ეს ოცნებას, ნახეთ როგორი მომენტია, ყველა ოცნებას სჭირდება ღვთის შესხმა, ხო? ღვთას ვინ შეასხავს, თუ არა ისევ თქვენ. მარტო ოცნება და ის, რომ უბრალოდ მე რაღაცა გავივლებ თავში, რომ აი რაღაც მინდა ან რაღაცა ესე უნდა გავაკეთო. თუ ამისთვის ნაბიჯს არ გადადგავთ, ხო, არც არაფერი არ გამოვა, ხო, რას ხედავს სამყარო? თუ კი თქვენ იხარჯებით ყველგან და ყველასთან თქვენი ოცნებები უკან რჩება. თქვენი ოცნებების რეალიზება რეალურად არ ხდება აქედან გამომდინარე, ხო? საკმაოდ ისეთი მე ვიტყოდი, რომ მაინც რბილი ადამიანი ხართ, ადამიანი, რომელიც არ ვიცი, ახლა რაღაცა ესე მოვიდა, იცით როგორი მომენტია, ლოყაში რო გაულაწონებენ და მეორე ლოყა უნდა მიუშვიროს, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი მომდის თქვენგან, იმიტომ რომ აქ იმდენად ხართ სხვებზე ორიენტირებული და იმდენად გაქვთ უკვე ეს შეიძლება იცით როგორი მომენტია, ეს უკვე იმდენად გაქვთ გამჯდარი, რომ თქვენს გარეშე ალბათ ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ნუ გაქვთ ამის განცდა, რომ თქვენს გარეშე ვერავინ ყველაფერს გააკეთებს. თქვენი შვილებიც იპოვიან კარადაში შარვალსაც და მაისურსაც, მეუღლეც იპოვის მაცივარში საჭმელს და თუ არ არის გაკეთებული და ვერ იპოვა რაღაცას კვერცხს მაინც იპოვის და თვითონაც ძალიან კარგად მოიმზადებს. ყავასაც კარგად გაიმზადებენ. თქვენი მეგობრებიც ძალიან კარგად გამოვლენ ყველა სიტუაციიდან და არ არის აუცილებელი, რომ ყველაზე თქვენი ნერვიულოთ და ყველაზე თქვენი ფიქროთ, ხვდებით? ანუ ნახეთ, თქვენი პრობლემა, ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც ჩანს, ეს არის ემოციური მდგომარეობა. ანუ ემოცია, რომელიც როგორ ვთქვათ, აი მარტო მეგობრებზე არ არის, რაღაცა ქუჩაში რომ დაინახოთ, ვთქვათ, ცუგო, რომელსაც
უბრალოდ ფეხის ტკივა და კოჭლობით მიდის, ხო, აი ის იმასაც კი თქვენ განიცდით, აი თითქოს თქვენ ტკივათ ეს ყველაფერი. ანუ ძალიან გულთან მიგაქვთ შეიძლება ითქვას ეს აბსოლუტურად ყველანაირად ეს თქვენი სხვების მდგომარეობა და თქვენი მდგომარეობა სად არის? როგორ ხედავთ რა წინ ხართ? არადა როგორი რესურსული ადამიანი ხართ და როგორ კარგად შეგიძლიათ რომ წინ წახვიდეთ, წინ იაქტიუროთ თქვენი ცხოვრება, კარგად ანუ სწორი მიმართულებით წაიყვანოთ, შეცვალოთ. ნახეთ, ძალიან კარგი პერსპექტივა გაქვთ იმის, რომ დაინახოთ ის, რომ თუ ადამიანები არ გაძლევენ იმ ემოციას, რომელიც არის თქვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი, თქვენ ისინი არ გჭირდებათ. ძალიან ხშირად ტკივათ გული, იმიტომ ნახეთ, ზუსტად იმიტომ ტკივათ გული, რომ როდესაც თქვენ დებთ ყველაფერს სხვისთვის და თქვენ ნაკლებს იღებთ, ეს ყოველთვის გვინდა არ გვინდა, მაინც გულის ტკივილად მოდის. საბოლოო ჯამში თითოეულ ჩვენთაგას ესეთი მომენტი გვაქვს. აქ როგორი მომენტი ესეთ სამყარო გხედავთ, რომ თქვენ მზად ხართ ყველასთვის, ყველას შეუვსოთ ის საჭიროება, რაც მათ აქვთ თქვენს მიმართ, ყველასთან აიღოთ თქვენი წილი ვალდებულება, მაგრამ თქვენ წილ ვალდებულებას იღებთ, მაგრამ აი თქვენზე როგორ იღებენ ვალდებულებას. იმიტომ რომ სამი ახმალი მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მომენტი, როდესაც თითქოს ვეგუებით ამ ყველაფერს და ამ ტკივილს, მაგრამ როგორი მომენტია ეს და ძალიან რთულია, როდესაც უყურებ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით, ხო? აი თითქოს როგორი მომენტია იცით, აი მარტოობის გეშინიათ შეიძლება ესეც იყოს. აი ნახეთ როგორი მომენტი არის ადამიანებს აქვს ფსიქოლოგიურად ესეთი მომენტი ხომ, რომ აი თუ მე ვინმესთვის საჭირო არ ვიქნები, აბა ჩემი ფუნქცია რა არის, ხო? ანუ ქალბატონებს განსაკუთრებით აქვთ ხომ ეს განცდა მამაკაცებისგან განსხვავებით, რომ მე თუ პარტნიორთან რაღაცა არ მოვუარე, არ დავიხარჯე, შვილებს არ გადავყევი, შვილიშვილებს და რა ვიცი სანათესაოს არ გამოვადექი, რაშინ რა არის ჩემი ფუნქცია, ხო? ანუ ნახეთ, მე ესე ვხედავ და მე კი არა და სამყაროც ესე ხედავს, რომ თქვენ ფუნქცია გაქვთ მოსაძებნი, როგორც ჩანს, თქვენი ფუნქცია რა არის ამ სამყაროში, ხო? რა მისია გაქვთ? ანუ მისია მარტო ის არის, რომ სხვებს დაეხმაროთ, მარტო ის არის, რომ სხვები წაიყვანოთ წინ, მარტო ის არის, რომ სხვებს გაუვნათოთ გზა, სხვებს მისცეთ მიმართულება, სხვებს დაეხმაროთ, ხო? ანუ მარტო ეს ხო არ არის თქვენი მისია, ხო? ანუ სხვა რაღაცა, სხვა საკუთარ თავთან მიმართებაში. როგორ გხედავთ სამყარო კიდევ? არ ვიცი, სამყარო გხედავთ ძალიან ვიტყვენ შანსიანი ადამიანია, ხო? ანუ გაქვთ ძალიან დიდი რესურსი, ძალიან კარგი რესურსი, შეგიძლიათ შრომა, რომელიც არ გეზარებათ, შეგიძლიათ ბრძოლა, რომელიც არ გეზარებათ, შეგიძლიათ ახალი ინფორმაცია კარგად დაამუშავოთ, რომელიც არ შეგეშლებათ, იმიტომ რომ გაქვთ ეს გონებრივი შესაძლებლობები, ხართ ძალიან თბილი და ძალიან ისეთი ემოციურად რბილი ადამიანი, რომელიც ძალიან იშვიათი არის და ეს რაღაცა ის მომენტი არ არის. შეგიძლიათ რომ პატიება გქონდეთ ნებისმიერ ადამიანთან, მადლიერება გამოხატოთ სამყაროს მიმართ, ანუ თქვენ ხართ ძალიან რესურსული. ადამიანი, რომელსაც აი სამყარო ეხმარება. შესაძლებელი აი ეხა ისეთი პერიოდიც გქონდეთ, თქვათ, ნახეთ რაღაც სიახლეებისკენ წასვლა გინდათ, გამოსვლა გინდათ, ხვდებით ამაზე რომ უნდა იშრომოთ, გინდათ რომ უკან მოიტოვოთ რაღაცა წარსული გამოცდილებები, გინდათ რომ იბრძოლოთ რაღაცა ის პრობლემიდან გამოხვიდეთ, ყველანაირად ვცდილობთ რომ რაღაცა სიმშვიდე შეინარჩუნოთ, სიტუაციურად რო ვთქვათ, ხომ?
რაღაცა გზა გაქვთ არჩეული, რაღაცა ახალს სწავლობთ, ახალს ეძიებით, საკუთარ თავთანაც შესაძლებელია გაქვთ შიდა კონფლიქტური მომენტები, რომ აი როდისღა უნდა შევასრულოთ ჩემი ოცნებები, ხო, რაღაცა უკვე შეიძლება მიხვდით კიდევაც აი ამ პერიოდშიც მოდიხართ, ხო, რომ აი მე როდისღა თუ ანუ ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდე, მორჩა, დასრულდა, მეტკინა, ვიგრძენი ეს ტკივილი, მივხვდი რომ მარტომ უნდა გავიარო ეს ყველაფერი და მე მარტო გავდივარ ამ ყველაფერს და ყველაფრის შანსს გაძლევთ ამის სამყარო. ხო, შესაძლებელია სამყარომ დაგანახათ კიდევაც რომ ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და საჭირო არის რომ თქვენს თავზე ვიფიქროთ. კარგით, მოდით კონკრეტულად რა არის ის, რაც გჭირდებათ ყველაზე მეტად ეხლა ამ ეტაპზე თქვენ? წასვლა, გასვლა, ახალი ეტაპი გჭირდებათ. ახალი ენერგიები გჭირდებათ, ახალი რესურსი გჭირდებათ. ნახეთ, ეს ახლა შეიძლება ითქვას, რომ მე იმას კი არ გეუბნებით, რომ საერთოდ მეგობრები დაივიწყეთ, აღარც ოჯახს მიხედოთ, არც არა. აქ გჭირდებათ საკუთარი თავის პოვნა, განთავისუფლება გჭირდებათ თქვენი ენერგიების, განთავისუფლება და გამონთავისუფლება თქვენი რესურსების. ნახეთ, რა გჭირდებათ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ თქვენ გჭირდებათ საკუთარ წარსულში დაბრუნდეთ, აი საკუთარ თავში დაბრუნდეთ. გაანალიზოთ, რა იყო თქვენი მიზანი ხა? ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ნებისმიერი ადამიანის მიზანი და მით უმეტეს ბავშვობაში იყო ის, რომ იცით, აი მე რო გავიზრდები, ყველას ფარა დავეფარები და ყველას გასაკეთებელს მე გავაკეთებ და ყველას მე გავუმართავ ხელს. ხო, არავის ოცნება ეგ არ არის, ნუ ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი, მე არ მიოცნებია ეგრე პირადად. რა ვიცი, მეც მქონდა ოცნება და ვამბობდი, რომ აი ვიქნებოდი რაღაც ბედნიერი, ლამაზი სახლი მექნებოდა, რაღაცეთ, ხო? ანუ ბავშვობაში ყველას რაღაცა ვარდისფერი სათვალე გვიკეთია. კი, მესმის, რომ ცხოვრება ცოტა სხვა ეტაპია, მაგრამ სამყარო გეუბნებათ, ჩაიხედეთ უკან, აბა ნახეთ, რა იყო ბავშვობაში, რა გინდოდათ, რა ოცნებები გქონდათ, ხო? შეიძლება არც ისეთი ოცნება არ გქონდათ, უბრალოდ აი ბავშვობაში გქონდათ, რომ რო გაიზრდებოდით, თქვენ გინდოდათ, რომ რაღაცა გამოსულიყავით, თქვათ, კარგი მკერავი, რომელიც დიზაინერი, ეხლა როგორც ეძახიან ხოლმე, რომელიც შექმნიდა რაღაცა საინტერესოს, ხო? და რაღაცა ისეთ მოარგებდა სხვადასხვა წონის, სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა ასაკის ადამიანს რაღაც ლამაზ სამოს და აი ეს ოცნებები სად არის? თქვენ გჭირდებათ დაბრუნება იმ წერტილში, სადაც თქვენი ოცნებები დაიწყო, სადაც თქვენ იწყებდით რაღაცა შექმნას, ხო? რაღაცა რესურსის შექმნას, რაღაცა თქვენი მიზნების ასრულების მომენტს, ხო? ნახეთ, სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ გჭირდებათ თვითშეფასების ამაღლება. როდესაც ადამიანს აქვს იმის განცდა, რომ თუ მე ვიღაცას არ ვჭირდები, ესე იგი ფუნქცია არ მაქვს. ან როდესაც აქვს განცდა იმის, რომ მე თუ არ გავაკეთებ ყველაფერს, მარტო დავრჩები და არავის ვენდომები, ეს ფსიქოლოგიური მომენტებია და თქვენ აი აქ გჭირდებათ თვითშეფასების ამაღლება. თქვენ კი არ გჭირდებათ რაღაცის გაკეთება, იმისთვის რომ უყვარდეთ, იმისთვის რომ თქვენს გვერდით უნდოდეთ ყოფნა. არა, თქვენ უნდა იყოთ. თქვენ კონკრეტულად ადამიანი, რომელიც მჭირდება და იმიტომ უნდა იყოს ჩემს გვერდით, არა, იმიტომ რომ ის მე მაბედნიერებს. უბრალოდ მისი არსებობა მაბედნიერებს, ხვდებით? აი აქ გჭირდებათ უფრო მეტი თავდაჯერებულობა თქვენი. მე არ ვიცახე, რომ ამ პარტავნებაში უნდა გადაგეზარდოთ და არავის არ დაეხმაროს. კი, დახმარებაც უნდა გაუწიოთ ყველას და მისცეთ თქვენი წილი რესურსი.
რა გჭირდებათ? გჭირდებათ სიმშვიდე, გჭირდებათ ჰარმონია, გჭირდებათ, ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც ამ წუთას მატერიალური მომენტების მდგომარეობაც იყოს და ესეც სჭირდებოდეს, მაგრამ ზოგადად ყველას გჭირდება მატერიალიზმი, მაგრამ აქ გჭირდებათ მეტი ჰარმონია საკუთარ თავთან, მეტი თვითდაჯერებულება საკუთარ თავში, მეტი ნდობა საკუთარ თავთან. თქვენ არ ხართ უბრალოდ ისეთი ადამიანი, რომელსაც რაღაც მარტო სადილი უნდა გაამზადოს. ნახეთ, თუ აქ ის მომენტი არის, რომ რეალიზებას ვერ ახერხებთ, პირდაპირ გეუბნებათ სამყარო, რომ გჭირდება რეალიზება. არის ესეთი მომენტი, როდესაც ოჯახია, პატარა შვილები ყავთ და ასე შემდეგ, ხო, მეც ყავდა პატარა შვილები და ვიცი რა არის, როდესაც ბავშვს თქვათ ვერ ტოვებ და გინდა არ გინდა გჭირდება ის მომენტი, რომ რამენაირად ეს შენი თავის რეალიზება მოახდინო, ხო, გახვიდე, იმუშაო, გააკეთო. აქ სამყარო გეუბნებათ, თქვენ გჭირდებათ რეალიზება. თქვენ თუ არ რეალიზდებით უკვე, ეს არის თქვენთვის ძალიან ცუდი, ხო? თუ ეხლა აი ამ ეტაპზე რაღაცა ახალ იდეებს არ გამოიგონებთ, ახალ პერსპექტივებს არ გამოიგონებთ თქვენი ცხოვრებისადმი, უბრალოდ მინიმალური რაღაცით მაინც დაიწყოთ, ხო? თუნდაც ბლოგერობა, ახლა ძალიან მოდაშია, ხო? რაღაცა უბრალოდ ჩაწეროთ რაღაცა, თუნდაც თქვენი ერთი დღე როგორ გაატარეთ შვილებთან ერთად. საკმაოდ სახალისოდ შეიძლება იყოს და თქვენ ამითი რაღაცა რეალიზებას მიხოთ ხელი, ხო? უბრალოდ თუნდაც წეროთ ყოველდღიურად მინი ჩანაწერები ჩემი ცხოვრების, ხო? მაგრამ აი აქ რაღაცნაირად თითქოს რეალიზებას მოახდეთ, ხო? თქვენ გჭირდებათ გამოსვლა, ანუ ჩასვლა იმ სიღრმეებში, საიდანაც მოდიხართ, ანუ თქვენი ბავშვობიდან, რა იყო თქვენი ოცნებები, რა იყო თქვენი მიზნები, სად გინდოდათ მიგეხციათ და ეს დეპრესიაში ჩაიგდოთ ამითი თავი, რომ აი მე მინდოდა ყოფილიყავი, ვთქვათ, ადვოკატი ან ექიმი და ეხლა ვარ დიასახლისი. არა, თქვენ კიდევ გაქვთ ამის შანსი. ეს არ გეგონოთ, რომ არ არის შანსი და მე რა რომ დღეს დიასახლისი ხარ. აი ზუსტად მაგას გეუბნებათ სამყარო, კი, დღეს შეიძლება დიასახლისი ხარ, მაგრამ შენ უნდა რეალისტე. შენ გჭირდება ახალი ენერგიები, ახალი სისხლი გჭირდება იმისთვის, რომ მეტად ბედნიერად იქნო თავი. განთავისუფლდი იმ რაღაცა დოგმებიდან, რომელიც შეგიქმენით, ხომ? ეცადეთ, ნახეთ, შეიძლება თქვენს გარშემო იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გეხმარებიან რაღაცა საუბრით, ხო? ან უბრალოდ იდეას გაწვდიან, ან უბრალოდ რაღაცა ყველასთან არის ისეთი კონკრეტული ერთი ადამიანი მაინც სამეგობრო წრეშია, ეს ოჯახის წევრია თუ ვინც არის, თუ დედიკო ყავთ გვერდით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, ის ყოველთვის დაგიჭერთ მხარს ნებისმიერ თქვენს თუნდაც რაღაცა ისეთი ბავშვურ, სულელურ, ესე რომ ეძახიან ხოლმე ახირებაშიც კი, ხო? იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის უპირობოდ გიღებს. არიან ადამიანები, რომლებიც უპირობოდ გიღებენ და გამოიყენეთ ის რესურსი, რომ ამ ადამიანებთან გქონდეთ უფრო მეტი კომუნიკაცია. გამოიყენეთ ის ადამიანი, გამოიყენეთ ბოდიში ცოტა ისეთი ნათქვამი, მაგრამ იმ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო ნაკლები გაქვთ, რომლებთანაც მართლა უპირობოდ გინდათ უნდიხართ და უყვარხართ, ვიდრე იმ ადამიანებთან, ვინც თქვათ თქვენს რესურსს იპარავს, ხო? რა გჭირდებათ? გჭირდებათ საკუთარი თავის დაცვა, საკუთარი სურვილების, საკუთარი ენერგიის, საკუთარი ემოციების დაცვა გჭირდებათ აქ. რა გჭირდებათ? სიმშვიდე, ჰარმონია, ოჯახი, სტაბილურობა, ემოცია, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. ნახეთ, თუ არ ყავთ ოჯახი, რა თქმა უნდა, ოჯახი რაღაც ეს სიმყუდროვის მომენტი გჭირდებათ. თუ ყავთ ოჯახი, გეტყვით, ოჯახი ძალიან კარგია, თუ ყველას თავის ფუნქცია აქვს. თუ მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის ამ ოჯახის თავიც, კისერიც, ტანიც და ფეხებიც, ხო? იმიტომ რომ ყველა თუ თავის წილ პასუხისმგებლობას გადაინაწილებს ოჯახში, არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი მამაკაცმა რატო უნდა დაარეცხოს ჭურჭელი? კი, უნდა დაარეცხოს ჭურჭელი. რას ქვია, არ უნდა დაარეცხოს.
ანუ ცოლი იმისთვის არის, ან თქვათ რომ მოსამსახურე ყავდა, მაშინ მოსამსახურე ყოლოდა და მაშინ ჭურჭლის არიცხი მანქანა შეეძლო ეყიდა და დაურეცხავდა იმ ჭურჭელს. კი, უნდა გაითვალისწინოს და უნდა გაითვალისწინონ, რომ ქალბატონებს დასვენება სჭირდებათ. მიუხედავად ისა, რომ მე არ მაქვს ზოგადად აგრესია ხოლმე მამაკაცებთან, მაგრამ აი მსგავს მომენტებში მაქვს აგრესია სამწუხაროდ. რომ ქალის და კაცის საქმეს გაყოფა ცოტა არ იყოს და ვერ წარმომიდგენია. ხა საბურავს მაგალითად კაცის საქმეა საბურავის გამოსვლა, მაგრამ ძალიან კარგად ვცვლი უპრობლემოდ აბსოლუტურად. ხო, ანუ ესე არ არის, ხო, თქვათ, კაცის საქმეა, თქვათ, ჩაქუჩი და ესე რომ თქვათ ხრახნისები, მაგრამ ძალიან მარტივად შემიძლია გამოვცვალო უნკანი. ჩვეულებრივად შემიძლია გამოვცვალო უნკანი ნებისმიერ გინდათ ვანაში, გინდათ სამზარეულოში. არ აქვს მნიშვნელობა. და მივაჭედო და გავაკეთო და აღვადგინო რესტავრაცია გავუკეთო რაიმეს რაც დაზიანდება. ანუ ქალის და კაცის საქმე არ უნდა იყოს, ხვდებით ესე და თუ გადაუნაწილებთ თქვენს ვალდებულებას, ანუ თქვენი ვალდებულება არ არის მოსამსახურეობა. აი, ყველა გადაინაწილებს ოჯახში ვალდებულებას და ყველა გააკეთებს რაღაცა მინიმალურს მაინც. თქვენ შეძლებთ გამონახოთ რესურსი იმისთვის, რომ თქვენი ოცნებებისკენ წახვიდეთ. თქვენ გჭირდება დიდი ტრანსფორმაცია, საკუთარი თავის ტრანსფორმაცია გჭირდებათ და არა უბრალოდ ხალხის შეცვლის ან ესე რომ ვთქვათ საზოგადოების შეცვლის. ხო, მე არ ვიცახი იმას, რომ მეუღლე უნდა დატოვოთ და შვილები უნდა დაყაროთ და გაიქცეთ, რომ აი მე თავისუფლება მჭირდება და ჩემთვის დრო მჭირდება. არა, ანუ უბრალოდ უნდა ისწავლოთ დაბალანსება. უნდა დაძლიოთ თქვენი შიშები. თუ კი რაიმე შიშის მომენტი გაქვთ და როგორც ჩანს გაქვთ ეს შიშები განსაკუთრებით ურთიერთობებთან დაკავშირებით, მე გეტყვით იმას, რომ უნდა დაძლიოთ. იდარდოს იმან, ვინც თქვენ დაგკარგავს და არა თქვენ აქ სადარდებელი ნამდვილად არ აქვს თქვენ პირადად, ხო? იმას აქვს სადარდებელი, ვინც დაგკარგავთ თქვენ და ვინც გაგიშვებთ თქვენ ხელიდან, ხო? აი ეს მომენტი კარგად დაიმახსოვრეთ და თუ კი აი ამას გაითავისებთ, რომ ყველას მიმართებაში ვიცახი ამას შვილისაც, ქმრისაც, დედისაც, მამისაც, მეზობლისაც, მეგობრისაც, რომ იმათმა იდარდონ, ვინც მე დამკარგავს, ხო, სულ მაგას ვიცახი სხვათა შორის და ძალიან ეცინებათ ხოლმე ჩემ მეგობრებს მაგას რა ვამბობ ხოლმე. მაგრამ აბსოლუტურად მე ესე ვუყურებ, ხვდებით, ანუ თუ ადამიანს ჩემი დაკარგვის პრობლემა არ აქვს და მისთვის არ წარმოადგენს ჩემი დაკარგვა რამე ტკივილს, მაშინ მე რატომ უნდა ვიდარდო, რომ დავკარგო ის ადამიანი? ანუ ჩემთვის რატომ უნდა წარმოადგენდეს რაიმე ტკივილს, ხო? აი რაღაც ესე ცოტა სხვანაირად მივუტექით ამ ყველაფერს. იმიტომ რომ აქ თქვენი შიშებივე არ გაძლებთ იმის საშუალებას, რომ გამოათავისუფლოთ ენერგია. საკუთარი თავის პოვნა გჭირდებათ. ასევე ურთიერთობის მომენტიც. ურთიერთობაში ნახეთ, საკუთარი თავს როდესაც იპოვით და საკუთარ თავთან როდესაც იქნებით ჰარმონიულად და საკუთარ თავთან როდესაც იქნებით მშვიდად, აი მაშინ უკვე პარტნიორულ ურთიერთობაშიც ძალიან დიდ სიმშვიდეს მიიღებთ. უფრო მეტი დაფასებაც გექნებათ, უფრო მეტი პატივისცემაც გექნებათ, არა მარტო პარტნიორთან, არამედ საზოგადოებასთან. უფრო ჰარმონიულად იქნებთ თავს. ამიტომ გჭირდებათ თქვენი საკუთარი თავის მოძებნა, გამოფხიზლება, დასვენება. ნახეთ, ამ ეტაპზე თქვენ დასვენებაც გჭირდებათ. არა მარტო ის, რომ განთავისუფლდეთ და სადღაც გამოვიდეთ და ვიპოვოთ თავი, კი ბატონო, მაგრამ ამისთვის, რომ თქვენი რესურსი იპოვოთ, რომ თქვენი ენერგიები აღიდგინოთ, აუცილებლად გჭირდებათ დასვენება. დასვენება, რომელიც მოგიტანთ აი ზუსტად იმ ენერგიას, რომ მე შემიძლია.
ძალიან გადაღლილი და გადამწვარი გაქვთ ორგანიზმი, ხვდებით? არა მარტო ორგანიზმი, შეიძლება რაღაცა დაჯდეთ და გინდათ რაღაცაზე იფიქროთ, უბრალოდ ფიქრის საშუალებაც კი არ გქონდეთ, ხვდებით? აი, იმდენად გადამწვარი იყოთ და იმდენად გადაღლილი იყოთ, რომ რო დაჯდებით საფიქრალად, გონება ითიშება და რაღაცა ან ისე ყოფიერებაზე მიდიხართ, ან უბრალოდ შეიძლება ჩაგეწინოთ, აი რაღაცის მომენტიც არის, ამიტომ გჭირდებათ აქ თქვენ ძალიან კარგი დასვენება, ესე რომ ვთქვათ. და აი დასვენების შემდეგ გამოხვიდეთ იმ კომფორტის ზონიდან, რომელიც გაქვთ ახლა შექმნილი, რომ აი მე ხა ყველას ვჭირდები და ამიტომ всё, ну აი ჩემი ცხოვრება აი ამაზეა აგებული, არა. თქვენ გჭირდებათ ემოცია, თქვენ გჭირდებათ სიმშვიდე, თქვენ გჭირდებათ სტაბილურობა, თქვენ გჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება, რომელი გზა უნდა აირჩიოთ, რომელი არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ ძალიან გჭირდებათ საკუთარი ცხოვრების მართვა. ამ ეტაპზე თქვენ თქვენს ცხოვრებას არ მართავთ. ამ ეტაპზე თქვენ მართავთ სხვის მიერ დაწერილ სცენარს. ვიღაცა შვილების, ვიღაცა მეუღლის, ვიღაცა მეგობრის, ვიღაცა უბრალოდ პარტნიორის, შეყვარებულის, ვიღაცა შეიძლება მშობლების მომენტიც იყოს, არის ხოლმე ესეთი შემთხვევებიც. ну, ყოველ შემთხვევაში ვიღაცა სამსახურის მიერ დაწერილი სცენარით მოქმედებს და სად ხართ ამ დროს თქვენ. თქვენ სად ხართ? რომელ სცენარში გზნავთ თავს კარგად? სცენარის ავტორი ყოველთვის უნდა იყოთ თქვენ, თუ გინდათ რომ იყოთ ბედნიერი. თუ სხვისი სცენარით. კი, იმ თქვენ სცენარში შეიძლება იყოს ჩასწორება, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომელიც გარშემო ყავს, ну, რა თქმა უნდა, გვინდა და იმიტომ არიან, ხო, ჩვენს წიგნში, ესე რომ ვთქვათ. და თუ მე მიყვარს ის ადამიანები და იმიტომ არიან ჩემს წიგნში, შემიძლია ჩასწორება, მაგრამ ჩემი წიგნის მწერალი ვარ მხოლოდ და მხოლოდ მე. ჩემი წიგნის მწერალი ვარ მხოლოდ და მხოლოდ მე. ისე რომ აი აქ გჭირდებათ აი ეს მომენტი. და მე გეტყვით ახლა ერთ რაღაცას. წიგნით ყოველად არ მიხსენებია და ტყობა ძალიან ისე მოვიდა. მე მქონდა პირველად კლინიკური სიკვდილი, ესე რომ ვთქვათ, დადგა. ну, როგორც ხდება ხოლმე, ვიღაცა ტუნელს გადის, ვიღაცა რაღაცა ცისფერ თუ ვარდისფერ მინდვრებზე ხვდებიან, ყვავილები ცავსა და ასე შემდეგ. ხო, ну, რა თქმა უნდა, მეც ჩემი გზა გავიარე, მეც მოვხვდი იქ, სადაც უნდა მოვხვედრილიყავი და გეტყვით, როდესაც მე ესე ვამბობ და ხვდები, რომ ეს იყო ღმერთი, როდესაც მივედი მასთან, უბრალოდ დამიძახა, რომ აინტერესებდა მე იქ რა მინდოდა და ну, ხა იქ ესე დეტალურად რო არის მოსკნა თითქოს რაღაცა ისეთი იმითი ეძებდა წიგნს. ეს ბიბლიოთეკასავით რაღაცა ყარადასავით რაღაცა დაფრინავდა და გადმოიღო ერთი კონკრეტული და ძალიან ისე ჩალაგებული იყო ლამაზად ბიბლიოთეკაში რაც ხოლმე წიგნების ზომების მიხედვით ხვდებით. ზოგი იყო ძალიან თხელი, ზოგი იყო სქელი, ზოგი იყო ძალიან სქელი, ну აი სხვადასხვა ზომის იყო. და როდესაც გადაშალა იმ წიგნში, მე მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი, მაშინ ვიყავი 22 წლის, როცა ეს მოხდა. რო ვთქვა, რომ რამე მქონდა ჩაწერილი ამ წიგნში რაღაცა ისეთი სასწაულები, ნამდვილად არაფერი, სულ შეიძლება 3-4 ფურცელი იყო დაწერილი, იმის იქეთ ყველაფერი იყო თეთრი. და მაშინ უბრალოდ მისია დამეკისრა, ну ვიცი რა მისიითაც ვარ ახლა მე აქ. და მისია დამაკისრა და გამომიშვეს, ესე რომ ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ 22 წლის ვიყავი და ну ჯერ არ იყო ჩემი დრო დამდგარი, იმიტომ რომ ჩემი წიგნი საკმაოდ სქელი აღმოჩნდა.
რაოდენად საკვირველი არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის, ძალიან საკმაოდ სქელი წიგნი აღმოჩნდა. ასე რომ ნახეთ, მე ჩემი ცხოვრების წიგნი მაქვს დასაწერი. იქ ძალიან ბევრი წიგნი იყო. ანუ ყველა ადამიანს გაქვთ და გვაქვს ჩვენი წიგნი დასაწერი. და ეს წიგნი კი შედგება კონკრეტულად იმ ადამიანებისგანაც, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც თუნდაც რაღაც ერთი თვით არიან ჩვენს ცხოვრებაში, ან ორი თვით. ისინი რაღაცა გაკვეთილი უნდა გვასწავლონ, არის ესეთი, ვიღაცა უნდა დაგვეხმაროს, ხო? ღმერთი ხო ვერ ჩამოვა და ესა ხელს ხო ვერ გამოგვიწვევს, რომ ადექი მოდი, წამოდი ხამე შენ. ხო, რა თქმა უნდა, ის გვიგზავნის კონკრეტულ ადამიანს, ან კონკრეტულ ვიღაცას გვიგზავნის ყოველთვის, რომელიც მოგკიდებს ხელს და აგვაყენებს, ან რაღაცა რჩევას მოგცემს, ან რაღაცა მინიშნებას დაგვანახებს, ისეც, რომელიც გახდება ჩვენი ცხოვრების გზამკვლევი და შემცვლელი. და აი ზუსტად ის წიგნი გაქვთ დასაწერი, რომელიც თქვენ გეკუთვნით და ამ ეტაპზე თქვენ არ წერთ თქვენს წიგნს და სამყარო გეუბნებათ იმას, რომ გამოდით ამ ყველაფრიდან, ეცადეთ რომ განთავისუფლდეთ, ჩაიხედოთ, თვითშეფასება აიმაღლოთ, დაიწყოთ მუშაობა საკუთარ თავზე და დაიწყოთ თქვენი წიგნის წერა, რომელიც თქვენი შესაქმნელია 100 წლის და 200 წლის მერე, როცა წავდგებით იქ, სადაც უნდა წავდგეთ, ხო? ასე რომ და სანამ დროა და სანამ დრო გვაქვს, ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვავალია, ხო? არის მისიები, რომელიც მარტო საკუთარ თავს არ მოიცავს და მოიცავს გლობალურად სხვა ასპექტებს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც კი, სხვა ასპექტები, მაგრამ საკუთარი თავიც აუცილებელია, იმიტომ რომ ღმერთმა შეგვქმნა ყველა ადამიანი სახედ მისა, ხო? ანუ თითოეული ადამიანი ვართ, ესე ვთქვათ, მის სახე, ხო? და თქვენში ღმერთს რატო კლავთ? ხო, ანუ თქვენც ხო მისი შვილი ხართ, თქვენც ხომ უნდა იცხოვროთ ისე, როგორც თქვენ გინდათ. აი ეს არის მოგეთ, გამიგრძელდა სიტყვა, გამიგრძელდა საუბარი, მე გისურვებთ ბედნიერებას, ვიმედოვნებ, რომ საჭირო ინფორმაციას მიიღებით, ვიმედოვნებ, რომ დაგეხმარებათ, პირადი დიაგნოსტიკაზე გეიცით, რომ უნდა მომართოთ პირადად და შეგიძლიათ, არის, როდესაც გვაინტერესებს რა მისიით ვართ და შეგიძლიათ ტაროს სხვათა შორის საკმაოდ კონკრეტულად კარგ მიმართულებას გაძლევთ, რა მისიით ვართ მოსულები. ისე რომ მე კიდევ ერთხელ გისურვებთ ბედნიერებას და დაგემშვიდობებით დროებით.